დღემშვიდობისა ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერშია ინტერაქტივი, რომელსაც დღეს ვუძღვები ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია. ამ დროიდან შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ პირდაპირ ეთერში ნომერზე 557 88 55 88. დღეს დილიდან საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს ჩხრეკების სერიას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების მეპატრონეთა სახლებში, პირად საცხოვრებელ სახლებში, მათ შორის არის არაერთი ფონდი, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ოპოზიციასთან და იმ ქუჩის აქციებთან, რომელიც გასული თვეების განმავლობაში არაერთი ვიხილეთ თბილისის ქუჩებში. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ჩხრეკები ჩატარდა დილის 8 საათიდან არასრულწლოვანი მოქალაქეების ბავშვების თანდასწრებით, ამან კი სახალხო დამცველის და უფლებადამცველი ორგანიზაციების გარკვეული აღშფოთება გამოიწვია. აგრეთვე უნდა გითხრათ ერთი საინტერესო ახალი ამბავი, მერაბ ტურავა იუსტიციის სამინისტროში დაინიშნა მაღალ თანამდებობაზე, ის მინისტრის მოადგილე იქნება ამიერიდან. შეგახსენებთ, რომ მერაბ ტურავა წარსულში იკავებდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას და იგი განთქმული იყო უკანონო უსამართლო გადაწყვეტილებებით. ერთ-ერთ ბოლო მის საქმეს შეგახსენებთ, როდესაც მერაბ ტურავამ საქართველოს პატრიოტთა ალიანსს უსამართლოდ უკანონოდ არჩევნების წინ ჩამოართვა საარჩევნო კომისიის წევრები და ამით დააზარალა პატრიოტთა ალიანსი და მასთან ერთად ის დიდი გაერთიანება, რომელიც პატრიოტთა ერთობის სახელით არის ცნობილი. მერაბ ტურავას, როგორც ჩანს, დაუფასდა პოლიტიკური ერთგულება ხელისუფლების მიმართ და დაწინაურდა გარკვეულწილად და ის ვიმეორებ იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია, რომლითაც მინდა დავიწყო დღევანდელი საუბარი, გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ბიუჯეტის თანხით 60,000 ლარამდე ღირებულების ყვავილების თაიგული შეიძინა, რომელიც რომის პაპის დაკრძალვაზე მიიტანა. შეგახსენებთ 60,000 ლარამდე ღირებულების თაიგული. ალბათ ბრილიანტებით იყო გაწყობილი. სხვა შემთხვევაში როგორ შეიძლება აიხსნას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაიხადეს 60,000 ლარი ყვავილების შესაძენად. ამ ფონზე ისიც უნდა გითხრათ, რომ მსოფლიოს ლიდერები რომის პაპის დაკრძალვაზე, მაგალითად დონალდ ტრამპი, ასეთი ტიპის თაიგულებით კი არა, საერთოდ არ მისულან თაიგულით, მათ უბრალოდ მოკრძალებული სამძიმარი გამოხატეს და ამით შემოიფარგლნენ. მოკლედ, თემა ბევრია, საკითხი არაერთია, თუმცა გადავწყვიტეთ დღევანდელ ეთერში დავსვათ ასეთი შეკითხვა. რას ემსახურება ქართული ოცნების ბოლოდროინდელი პოლიტიკა? სამართლიანობის აღდგენას, ძალაუფლების გამტკიცებას თუ ქართველი ხალხის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას, რომელია აქედან რეალური, თუ არც ერთი საერთოდ. ესეც შეგიძლიათ პასუხის სახით გაითვალისწინოთ. ამ დროიდან ვიღებთ ზარებს ნომერზე 557 88 55 88. როდესაც ბოლო დროინდელ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, აქ უფრო მეტად ალბათ ერთი წლის განმავლობაში მომხდარი ფაქტებია საინტერესო, რაც დაიწყო სხვადასხვა ხმაურიანი კანონმდებლობების მიღებით და კანონების განხილვით, რომელიც ნამდვილად მიიღეს, თუმცა რეალობაში სავარაუდოდ ფურცელზე დარჩა, იმიტომ რომ ამ კანონებს ბევრი არაფერი შეუცვლია ხალხისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ აქციების პარალელურად ძალიან ბევრი სისასტიკე ვნახეთ მოქალაქეების მიმართ, პოლიციელების მხრიდან ჩადენილი. და არც ერთი პოლიციელი არ არის დასჯილი. აგრეთვე აქციის მონაწილეებიც ძალადობდნენ პოლიციელებზე და ბევრი მომიტინგე დაისაჯა ამისთვის, ახლაც მიმდინარეობს ხმაურიანი სასამართლო პროცესები. აქ არის თუ არა სამართლიანი მიდგომა. თუ კი ერთი მხარე აშავებს, პასუხი უნდა აგოს კი, მაგრამ მეორე მხარე თუ აშავებს და გადაცდომას ახორციელებს, მაშინ ის რჩება ყოველგვარი კანონმდებლობის მიღმა და სამართლიანობის მიღმა. ეს სწორია თუ არა. მთელი ამ წლის განმავლობაში ქართული ოცნება ჩვენ გვეუბნებოდა, რომ ყველაფერი ცუდი, რაც მე გავაკეთე, იცით, ჩემი გადაწყვეტილებით კი არ ხდებოდა, ამას ევროკავშირი და ევროპა გვავალებდაო.
მაგრამ აქვე ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ევროკავშირი როდესაც ხელისუფლებას ეუბნებოდა ქართულ ოცნებას, რომ მიიღე კანონები და გააუმჯობესეს შრომითი უფლებები, მაშინ ამ კანონებს არ იღებდა ხელისუფლება. როდესაც ეუბნებოდა, რომ ევროკავშირი როდესაც ეუბნებოდა ოცნებას, რომ აი მაგალითად ხელფასების თემა საშუალო ხელფასის საკითხი დაარეგულირე, პენსიონერების უფლებები, ადამიანის უფლებები, ჯანდაცვა გააუმჯობესე, განათლების ხარისხი გააუმჯობესე, სოციალური საკითხები გააუმჯობესე და ამას ამბობდა კი ევროკავშირი, მაგრამ აპელირება ამას ეხმამაღლა არ ხდებოდა, ამას არ ეთვალისწინებდა ხელისუფლება, მარტო ის ყოველ შემთხვევაში, რასაც თვითონ ამბობს, ქართულ ხალხს რაც არ მოსწონდა, თითქოს მარტო ამ ყველაფერს ვითვალისწინებდიო. და აბრალებს ყველაფერს ევროკავშირს, რისი გაკეთებაც თვითონ უნდოდა სიმართლე იყო თუ არ იყო. ყველაფერს ერთიანად აბრალებს და მართლაც ბევრი რამ არ მოგწონდა ჩვენ ევროკავშირის მითითებები და ამაზე ობიექტივი ღიად საუბრობდა ყოველთვის. პირველი ზარია გადაცემაში, გისმენთ? თქვენ ეთერში ხართ, ობიექტივი გისმენთ? შეკითხვას დაგისვამთ, გაგიმეორებთ. რას ემსახურება თქვენი აზრით ქართული ოცნების ბოლოდროინდელი პოლიტიკა? სამართლიანობის აღდგენას თუ ძალაუფლების შენარჩუნებას? მოგესალმებით ბატონო ილია. მოგესალმებით. სამართლიანობის შენარჩუნებას ემსახურება. აქ ორი აზრი არ არის და ვისაც ეს არ არის და ამას ვერ ხდება. ძალაუფლების შენარჩუნებას? რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. გავიგეთ. ბატონო ილია, საბჭოთა კავშირის პერიოდში აი სადამსჯელო ორგანიზაცია, რომელიც იყო უშიშროების სპეცნაზე იყო თუ შინაგან საქმეთა სამინისტროში. იქ დაკომპლექტებული იყო ძირითადად პრიუტიდან, ანუ პრიუტში ისდებოდა ის ხალხი, უპატრონო დარჩენილი, რომაიცოდა არ დედის სიყვარული, აცმების სიყვარული, აცპაპის სიყვარული, აზბების სიყვარული, ან გედონიშვილის სიყვარული და შვილის სიყვარული მოწად დარჩენილი. და ეს ხალხი მაინტერესებს პრიუტი არსებობს კიდევ საქართველოში. თქვენთანაცვლებ არშობელი არ ხარ. ან გედონიშვილი არ ხარ. ასეთ სისულელე ბრძანებას რო ასრულებ, უნდა დაგიგდე. მე ხანდაცე ჯვეთი და რაც მოვიდა ეს რატომოვიდა? რატომ მოვიდა? იმიტომ მოვიდა, არასდროს იქცევი. არასდროს ხელისაქციელი. მე დამიფაროს და 2004 წელს დავედი პენსიაში, 27 წლის სტაჟი მაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ნამუშევარ ხოდა. მე თქვენაფრიზე რომ იყო და აპაგები შემოთავაზო. აგონებს აღიგვიდა და ინფორმაციას პიტაპები იმას ვინც ამას შემოთავაზებს. დაფიქრე, დაწოდაწერეთ. ხალხზე არ არსებობს არაფერი არ არის უცვლელი საგანმანათლებლობის მოდი. შეიძლება დიდი მადლობა თქვენ. საკმაოდ ცუდად ისმის, აი ბოლოს უკვე მიჭირს მე გაგება თქვენი სიტყვების მაპატიეთ და ამიტომ უნდა დაგემშვიდობოთ მთავარი სათქმელი გავიგეთ ყოველ შემთხვევაში. მე შეგახსენებთ ინტერაქტივი შეკითხვას, რას ემსახურება ქართული ოცნების ბოლოდროინდელი პოლიტიკა, სამართლიანობის აღდგენას თუ ძალაუფლების შენარჩუნებას? მორიგი ზარია, გისმენთ? მოგესალმები ილია. გამარჯობა. მომისმინებელო. გისმენთ. საბჭოთა კავშირის დაშლა. სელექტირე ჩვენ ჭეშმარიტი დისიდენტები, პავლე ივანე მეორე, რომის პაპი, ეჩერი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და რონალდ რეიგანი. რომის პაპი და რეიგანი დააჭრეს მაგრამ დღეს ამას არავინ არ იხსენებს. მე იმდენად კარგად ვიცნობ მიშიკოს, ჩემი ძმის გაზრდილია. მე არ ვიცი ახლა ეს მიშიკოს აქციელი რითი იყო განპირობებული. კითხვაზე როგორ გვიპასუხებდით? კითხვაზე როგორ გვიპასუხებდით? მომისმინეთ. შეიძლება იმით რომ როდესაც რომის პაპი საქართველოში ჩამოვიდა, ქართლის სტადიონზე გამოდიოდა დინამოს სტადიონზე ძალიან უკამეხად შეხვდნენ და შეიძლება მას უნდოდა ამ შეცდომის გამოსწორება, მაგრამ ძალიან კარგი იქნებოდა თუ ის ბიუჯეტიდან კი არ გახარჯავდა, საკუთარი ჯიბიდან გაიღებდა. აი ეს შეეცვალა ძალიან მაგრად. მაგრამ არ კითხვაზე რას გვიპასუხებდით, ქალბატონო?
ბატონო კითხვაზე რას გვიპასუხებდით დღეს ინტერაქტივში გვაქვს კონკრეტული შეკითხვა რას ემსახურება ქართული ოცნების ბოლოდროინდელი პოლიტიკა სამართლიანობის აღდგენას თუ ძალაუფლების შენარჩუნებას თქვენ როგორ ფიქრობთ არც ერთ არ ემსახურება არც მე ვერ ამხედავ ვერ სამართლიანობის აღდგენას და ვერ ძალაუფლების შენარჩუნებას მადლობა თვითონაც არიციან რა უნდა მადლობა თქვენ ზარისთვის გასაგებია ჩვენ ვხედავთ ბოლო პერიოდში აგრეთვე დაკავებების სერიას აქციებზე ჯარიმების სერიას მაგალითად თუ კი ადამიანი მანქანის სამოძრაო გზაზე გადავა აქციის მონაწილე მას 5000 ლარიანი ჯარიმები მისდის და ამ დროს ხელისუფლებამ გითხრათ ჩვენ რომ კი ვაჯარიმებთ ხალხს ვიჭერთ ხალხს ჩვეულებრივ მოქალაქეებს ამ ქვეყნის ეთანხმებიან თუ არა ეს ალკე თემა, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის დასჯა ჩვენ უნდა გადავდოთო გითხრეს. იმიტომ რომ მთელი პროცედურებიაო და ჯერო არჩევნებმა ჩაიაროს და შემდეგ ავკრძალავთ ნაციონალურ მოძრაობას. ანუ ჯერ პირობა იყო რომ 2024 წელს აი შარშან არჩევნები რომ ჩატარდა, არჩევნების შემდეგ ავკრძალავთო ნაციონალურ მოძრაობას. ახლა უკვე კიდევ შეცვალეს დავიანთ სათქმელი და გვაცალეთ თუ კიდევ ერთი არჩევნებიო, სჭირდებათ ნაციონალური მოძრაობა არჩევნებისთვის. ამ არჩევნების თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ კიდევ ახალ რამეს იტყვიან და ასე გრძელდება სამწუხაროდ და ამასობაში ჩვენ შეგვჭა ხელში ორი ძალა, რომელიც ძალიან დაემსგავსა ერთმანეთს. ერთის მხრივ არის ყოფილი ხელისუფლება და მეორეს მხრივ არის მოქმედი მთავრობა. ზარია ეთერში გისმენთ? გისმენთ? გამარჯობა. და პატიცემულ საზოგადოებასაც მივესწრებთ. თქვენ ბრძანეთ ხო პატიცემულ რელიგია რა ისა? კლასიკური მუსიკა მიყვარსო. უსმენო. არ ვიცი ეს ეთერში ვთქვი თუ არა, მაგრამ ნამდვილად მიყვარს კლასიკური მუსიკა. კი, ამასაც ეცოდინებოდა მიხარი, კი ბატონო. შესაძლოა. ერთი მაინტერესებს თუ შეიძლება არა თემასთან ეს არ არის, მაგრამ ვლადიმერ ჰოროვიცის დაპრობლემ უფრო მომწონს რუბლიკდეიდის თუ მარტა არდერინი. თუ ვლადიმერ აშქენაძის აი მოთქვიდა, ნუ გლენგულტის კი ბატონო, მაიმაგენი. მოდით, იცით როგორ მოვიქცეთ? ჩვენ კულტურაზე გვაქვს ობიექტივში გადაცემები. ერთ დღეს შეიძლება დიახ, მანანა არველაძე უძღვება, ერთ დღეს შეიძლება მე სტუმრად ვიყო ამ გადაცემაში და მაშინ როდის არის მითხარით, პარასკევობით 5:30-ზე იწყება და მაშინ მოდით განვავრცოთ ეს თემები ძალიან მესიამოვნებო მეც. ახლა თემაზე რას ფიქრობთ? თემაზე. ხო, იცით რა ვფიქრე? ერთი მეორეს არ გამოვიწყავდა. რა თქმა უნდა, ისიც უნდა ალბათ ხალხის პარტიას თქვა, კარგად წარმოჩინდნენ და ახლა ის რო გადაუკლებლად შენარჩუნებას უნდა ამას ხალხი არ მოუეჭა. მორიგ პლატფორმის მეხდება. ესია და სამწუხაროდ საბედნიეროდ არ ვიცი უკვე ვეღარ ვფიქრობ, მაგრამ ესენი ამათი დამარცხებელი ძალა შემდეგ არჩევნებამდე არ არის და ვერც იმას დანიშნავენ, ეგრეთ წოდებულ რიგარეში არსებობს. აი ეგრე. ისე რომ გამოდის რომ მართალი უთქვა შემკაც რომ 2032-მდე საბედნიერად ვიქნებით და მე დავუთხოვ პასუხი. აი ესეთი აზრია. კი ბატონო. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. 557-88-55-88 ეს ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია. რას ემსახურება ქართული ოცნების ბოლოდროინდელი პოლიტიკა? სამართლიანობის აღდგენას თუ ძალაუფლების შენარჩუნებას? და ამ დროს სად არის ქართველი ხალხის ინტერესი? როდესაც ჩვენ ძალიან მძიმე სოციალური მდგომარეობა გვაქვს და ამ მდგომარეობის მოგვარებაზე, გამოსწორებაზე არავინ არ ფიქრობს თითქოს. პოლიტიკური სპექტრი, ასეთი განცდა გრჩება ჟურნალისტებსაც და საზოგადოებასაც დარწმუნებული ვარ. ხორციელდება თუ არა რაიმე პროგრამები, პროექტები, მიღებულია თუ არა კანონები, რომელიც გააუმჯობესებს ქართველი ხალხის ცხოვრებას, საქართველოს მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებას, მოდით ესეც კითხვის სახით დავსვათ. სამწუხაროდ ასეთი რამ არ ჩანს ჰორიზონტზე და ეს ძალიან სამწუხაროა. ნაციონალურ მოძრაობას დავსჯითო, დაგვპირდნენ, ახლა არ დავსჯითო, გვითხრეს ცოტა ხნის წინ. პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია ფუნქციონირებს. რა მიზანს ისახავს ეს კომისია, ესეც საინტერესოა. გუშინ მაგალითად ერთი თემა ჰქონდათ, გუშინ წინ სულ სხვა, უფრო ადრე 2 დღე აგვისტოს ომის თემაზე გვასაუბრეს, რაღაც ქაოსურად მიდის, ხომ? როგორ შეიძლება ამ კომისიამ რაიმე გამოიძიოს, როდესაც ერთ დღეს მომღერლებს იბარებენ დასაკითხად, მეორე დღეს აგვისტოს ომის გენერლებს, ხომ?
და არც ერთი საქმე თითქოს ბოლომდე არ მიდის. ლაპარაკის დონეზეა ეს. რაღაცას იტყვიან პარლამენტში და შემდეგ დაიშლებიან სხვა თემაზე გადადიან მეორე დღეს. ეს პროფესიონალური გამოძიების სახეს არ იძენს, არ გავს ეს არაფერს. ზარია გადაცემაში გისმენთ? ალო? მოგესალმებით, თქვენ ეთერში ხართ. მე მოგესალმებით თქვენ და აქედან მოგელებაში. სასიამოვნოა. დიახ. თუნდან არჩევნების წინ მე მქონდა დაგესწრებული რომ განსაკუთრებით კონკრეტული ყოველგვარი პროგრამა იყო მოდელი არჩევნები იყო კანონში. ხოდა ეს გამომართვა მაგრამ სამწუხაროდ მე ვერ მივიღე მონაწილეობა არჩევნებში. და ჩემი მოდელი ფაქტობრივად შეიძლება ისწავლოს ექსპერიმენტები მე კიდე განსაკუთრებით დაკვირვების პოზიციაშია. კეთილი, ქალბატონო, თქვენ რას გვიპასუხებდით შეკითხვაზე, რას ემსახურება ხელისუფლების პოლიტიკა? ძალაუფლების შენარჩუნებას თუ სამართლიანობას? ძალაუფლების შენარჩუნებას ყველა რასკინდა ნებისმიერი საფასტიკი ერთად. მაგრამ მე მხედველობაში ამას ვთქვი, ერთად მსახურება და მეორეც მსახურება და ეს ეკითხება პირადად თქვენთან გადამეულია. მე ინტერესებს აპლოდში დაკავშირებით 20,000 ტარიფ ყედრა 10,000 მიდა გამოაცხადეთ. ეს რეალურია და სადარი კონკრეტულად შეჭრილია მithrit. დიახ. როგორ გითხრათ აბა სად არის განთავსებული? მადლობა ზარისთვის. ინტერნეტში შეგიძლიათ მოიძიოთ უფრო ცლად ეს მონაცემები. გაზეთი ბათუმელები აქვეყნებს და წყარო ის არის თავდაპირველი და შემდეგ უკვე სხვა სააგენტოებზეც განთავსდა. კი, გიდასტურებთ იმას, რომ შალვა პაპუაშვილს პარლამენტის თავმჯდომარეს 20 ჰექტარი მიწა ერთლარად გადაეცა, ანუ საჩუქრად და 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი პლუს ესეც ანალოგიურად ერთლარად. ყველაფერი გავიგე, ყველაფერი მესმის, მაგრამ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტყე, როგორ შეიძლება გადავცეთ, ვინც არ უნდა იყოს კერძო პირს. გინდათ პოლიტიკოსი იყოს, ბიზნესმენი, სულაც არ ვიცი, წმინდანი რომ იყოს. რატომ უნდა ვაჩუქოთ ჩვენ საქართველოს სახელმწიფო მიწა ერთ ადამიანს? არ შეიძლება, ეს ხალხის საკუთრებაა ტყე. აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ აი გუშინ გამოქვეყნდა ინფორმაცია 60,000 ლარი გადაიხადა თაიგულში, ყვავილების თაიგულში პრეზიდენტმა, როდესაც რომის პაპის დაკრძალვაზე წავიდა. 60,000 ლარი ძალიან დიდი თანხაა. ძალიან დიდი. და არ ვიცი ამ თანხით რამდენი ბავშვის დაპურება შეიძლებოდა მაგალითად, ვიცით რომ ქვეყანაში ბავშვთა შიმშილიანობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ყოველი მესამე ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს დღეს. და გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით არასრულფასოვანი კვება ხანგრძლივ პერსპექტივაში დრო და დრო კლავს ბავშვებს და არა მარტო ბავშვებს. იმიტომ რომ ეს არასრულფასოვანი კვება ჯანმრთელობის პრობლემებს აჩენს დრო და დრო. თუმცა ერთ დღეში კი არ კვდება არავინ, ახლა ნელ-ნელა ხდება ეს ჯანმრთელობის პრობლემების გამოვლენა. ზარია ეთერში გისმენთ? გისმენთ, ეთერში ხართ. ალო. გამარჯობა, ეთერში ხართ. გამარჯობა, ილია. მოგესალმებით. მე ვარ ზინა ვარ, ილია. ჩვენი ერთგული მაყურებელი ქალბატონი, დიდი პატივისცემით. ილია, ძლის გამოვედი, მადლობა და თქვენ კითხვას უპასუხებ. დიახ. ამ ეს თავრობა არის თავისი ძიერების სული უნდა რომ იყოს მუდმივად. მე რომ მაგათი მოწინააღმდეგე ვარ, შეიძლება მე შემომივარდე სახლში. ამიტომ მაგენ იბრძიან რომ არ უნდა წასვა ხელისუფლებიდან. ყველა ქართველმა გავიგოთ ეს, გავიგოთ. არ შეიძლება ამათი ასე ყოფნა რა, არ შეიძლება ამოვიდა წელში ჩემო ილია. მაკატიე ბოდიშკი ხდი რომ ისე არ გამომივიდა გამოცხა როგორც მე მქონდა სული პირველად გამოვედი ეთერია. დიდი მადლობა. მესმის ქალბატონო მე თქვენი ემოცია, მეც ხშირად ემოციებით ვარ ხოლმე განწყობილი.
როდესაც ვინმეს აკავებ, როდესაც ვინმეს აჯარიმებს, ჯი, ვინმეს სახლს ჩხრიკავ, ყველაფერი უნდა გააკეთოს სუფთად, სწორად და სამართლიანად და ძალადობის და ასეთი აგრესიული მიდგომების გარეშე. და ეს ამას მიიღებს საზოგადოება, მაგრამ მე დღეს დილით, როდესაც ვუყურე, რომ 8 საათზე გამთენიისა სახლში შეუცვლიდნენ არასრულწლოვანი ბავშვები ყავდათ სახლში ისეთ ადამიანებს და ჩხრეკა გაუმართეს იქ და მობილური ტელეფონები წაართვეს. მე ეს არ მომეწონა, საერთოდ არ არიან ის პერსონები და ის ფიგურები ჩემთვის რაღაც თანაგზნობის ბას არ იწვევენ ჩემში, არ მომწონს ეს ადამიანები, მაგრამ მათ ცუდად არ უნდა მოექცე და უსამართლოდ. ხვალ შეიძლება ილია ჩაჩიბაია არ მოეწონოთ და შემოვარდნენ ჩემ სახლში. და დაიწყონ ჩხრეკა, ხო? თუ ერთის მიმართ უსამართლო მიდგომას გავამართლებთ, შემდეგ უკვე ჩვენ შეიძლება დაგვემართოს ეს და ამასაც გაამართლებენ და ბოლოს აღმოჩნდება ისე, რომ მარტო ერთი კაცია მართალი და ერთი პარტია და ყველა დამნაშავე და მტყუანია სხვა და ეს არ შეიძლება. ნაცებს დავსჯითო და ნაცებს არ სჯი შეკაცო, გადავდოთო კიდეო ნაცების დასჯაო და აკრძალვაო და სამაგიეროდ აკავებ და 5000 დოლარიან ჯარიმას უწერ რაღაც ისეთ პერსონებს, რომლებსაც არც კაცი მოუკლავთ, არც კაცი უწამებიათ და არც ბანდიტები და კრიმინალები არიან. ზარია ეთერში გისმენთ? ილია, გამარჯობა შვილო. გამარჯობა ქალბატონო, მოგესალმებით. შემოსახარელო შვილო. ეთი სიტყვა ცოტა სათქმელი მაქვს. კი. ეს გადაცემაში შვილო. დიახ. ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვა 75 წლისა ვარო. და მე მუშაობ და 450 ლარი მყოფნისო. მე მინდა მას უპასუხო და მათქმევინე რა შვილო. მე ვარ 61 წლის ქალი ქალბატონო, ის იყო ოცნების მეხოთბე. მე ვარ 61 წლის ქალბატონი, რომელიც არ მაქვს ჯანმრთელობა და ვარ შეაზე 350 ლარზე ქალბატონო, თქვენ საყურადღებოდ ვლაპარაკობ. თქვენ გაქვთ 450 ლარი და ხარ 75 და მაგარ ჯანზე ყოფილხარ. და მე ისიც გამიგია, რომ 80 წლის ქალბატონები ხეებზე დარბიან და მე ახლა 350 ლარი მაქვს, თქვენ 450 და ეხლა რა გავაკეთო მე თქვენ ყოფნით და მაგარ ჯანზე ხართ და მე რო არ ყოფნი და ჯანღოლე მაქვს და ჯანმრთელობა რო არ მაქვს, თქვენ რატო ადარებთ თქვენთან ხვის ჯანსა და ხვის ცხოვრებას? გეკითხებით და გამომეპასუხეთ ეთი გუშინ მაგრად რო ლაპარაკობდით მეხოთბე რომ გზანდებით ოცნებისა. ეს ერთი შვილო. მეც მაქვს კითხვა. შეიძლება დაგისვათ შეკითხვა. აი, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ 60,000 ლარამდე გადაიხადა პრეზიდენტმა თაიგულში. აი, ეს რა იყო თქვენთვის? რა ინფორმაცია იყო? ან როგორი განცდა დაგეუფლათ? ემოცია რა იყო? რა იყო შვილო ემოცია და მე გეტყვის. აი, რა იყო და თუდი წარმოდგენა დამიტოვა უფრო მეტად ჩვენმა მთავრობამ. ღარიბი ღატაკი პენსიონერებისთვის, რომელსაც ემანება ფულის გადახდა, პენსია გაუზარდოს, ასეთ რაღაცებისთვის ფული აქვს. და ჩვენ ღარიბი მოსახლეობისთვის და არ აქვს, რო შეეკითხები ფული უჭირს. იმიტომ რომ ღარიბი მოსახლეობაა საქართველოს და თავიანთ თავებისთვის ღარიბები არ არიან. ეს თავრობა ემსახურება თავიანთ თავებს და თავიანთი კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს, აი თქვენი ხმა გაიუმჯობესონ ეს თავი იყვნენ თავრობაში. თქვენც კარგად გესმით ახლა ჩემი და ამიტომ დიალოგი შედგა ასე თუ ისე. მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე დაინიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ. გახსოვთ ხომ ის მოსამართლეა პატრიოტთა ალიანს არჩევნების წინ რომ დიდი დარტყმა მიაყენა და საარჩევნო კომისიის წევრები ჩამოართვა. ამას როგორ აფასებთ? სულად, ჩემო შვილო, უსამართლოები არიან, უსამართლოდ იქცევიდან. აბა როგორ უნდა შევაფასო, კარგად როგორ შევაფასებ? აბა რა ვიცი. კარგი და ბოლო შეკითხვა, ქართული ოცნების პოლიტიკა ემსახურება ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესებას, სამართლიანობის აღდგენას თუ ძალაუფლების შენარჩუნებას, ამ სამიდან რომელს? ძალაუფლების შენარჩუნებას და არავითარი ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებას. მადლობა თქვენ, მადლობა გასაგებია თქვენი
შეფასება 557-88-95-88 ეს ინტერაქტივია ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერში ჩვენ ვმაუწყებლობთ ტელევიზიით მთელ საქართველოში ხოლო რადიო სიხშირეზე FM 105 და 1 დედაქალაქში აქვე უნდა მოგახსენოთ რომ თანამგზავრზე ჩვენი მაუწყებლობა შეიზღუდა კონკრეტული მიზეზების გამო და ეს მაუწყებლობა თანამგზავრით აღარ გავრცელდება ამიერიდან, არ ვიცი ეს რამდენამდე გაგრძელდება. ვსაუბრობთ ქართული ოცნების ბოლოდროინდელ პოლიტიკაზე, გნებავთ ბოლო 1 წელზე, რომელიც ძალიან ბევრი საინტერესო პროცესით იყო გამორჩეული. მაგალითად, რაც მე შევამჩნიე, ის არის, რომ ქართული ოცნება უფრო მეტად კონკურენტად მიიჩნევს პატრიოტულ და ეროვნულ ძალებს, აი როგორც პატრიოტთა ერთობაა, ხომ, რომელიც გაერთიანდა ასე არჩევნების წინ და საკმაოდ მაღალი რეიტინგით ნდობით სარგებლობს და მათ წინააღმდეგ მიდის რაღაცა განსაკუთრებული ეს თავდასხმა და ბრძოლა. იმის ნაცვლად რომ ეს ხალხი თუ კი რეალურად ქართული ოცნება პატრიოტული და კონსერვატორია, ეს ხალხი არ ვიცი გარკვეულ საკითხებში, რაზეც აზრთა თანხwebdriver თანამშრომლობა წამოიწყოს მათთან, ამის ნაცვლად ებრძვის მათ. ეს ყველაზე მეტად მაფიქრებს მე. ანუ თუ კი ებრძვის შენ პატრიოტულ და ეროვნულ ძალებს და მათთან თანამშრომლობა, ურთიერთობა არ გსურს, საკვანძო საკითხებზე რაც ქვეყანას გამოადგება, თორემ ახლა შეიძლება პატრიოტთა ერთობაც არ იყოს მოწადინებული, რომ მაინც და მაინც ესე იგი შენ არ ხარ ნამდვილი პატრიოტი. ახაც რაღაცა ტყუილი და ახაც პროპაგანდაა. თუ კი გახდი ეროვნული, მაშინ განათლების სისტემაში რა შეცვალე? არაფერი არ შეგიცვლია. რა შეცვალე სოციალურ საკითხებში, რა შეცვალე ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანების პროპაგანდაო კანონები რომ მიიღეთ, რა შეიცვალა? პროპაგანდა აღარ არის? არასამთავრობო სექტორი შევაყოვნოთო, შევაფერხოთო, კანონი მიიღეს, რა შეიცვალა ჩვენს ცხოვრებაში? იგივეა ყველაფერი. ევროპასთან კავშირი გაწყვიტეს ახლა თითქოს კი არა გაწყვეტილია, შეჩერებულია ევროპასთან ყოველგვარი ურთიერთობები ხელისუფლების და გვეუბნებიან რომ ევროპაო გვავალებდა ყველაფერსო, რასაც ვაკეთებდით მანამდეო. კაიკაცო, თუ კი ასეთი პატრიოტი იყავი, რატომ ასრულებდით ცუდ დავალებებს, მაგრამ მე ეჭვი მაქვს რომ ყველაფერი დააბრალეს ევროპას, რისი გაკეთებას თვითონ უნდოდათ. თორემ ევროპის ზოგიერთი რეგულაციაც ყოვლად მიუღებელი იყო ახლა ეს LGBT პროპაგანდის თვალსაზრისით რისი დაშვებაც მაგალითად ევროპას მიაჩნია მიზანშეწონილად. ზარია გადაცემაში, გისმენთ? მოგისალმებით. გამარჯობა. მისავერი მოგისალმებით. ისე მაგალითად თეატრს ძირება. აი ხა ნუმეროები ორი შეგეცანა. ნუმერები არ გავიცნობი. ნუმერებად ეს ნამდვილად არ გამწიფე. საერთოდ პროფესიონალური რასიზმი ეს მიტაცია ადამიანებს არის საერთოდ პროფესიონალი. ნუმეროები პროფესიონალი. ძალიან ცუდად ისმის ქალბატონო თქვენი ხმა. ანუ ეხლა მე მგონი უკეთ, აბა გაიმეორეთ შეკითხვა. პროფესიონალი და ვერც ერთ სიტყვას ვერ ვგებულობ, ვერც ერთ სიტყვას ვერ ვგებულობ. მაპატიეთ დიდი ბოდიში. არ ვიცი რა არის ამის მიზეზი, მაგრამ მე ვერ ვგებულობ სტუდიაში თქვენ საუბარს და ასე რომ მოდით იქნებ ხელახლა დარეკოთ. 557-88-95-88 ვიმეორებ არის მოდა თქვენი ხმა, თორემ სიამოვნებით მოგისმენდით. აბსოლუტურად ვერ გავიგე ვერც ერთი სიტყვა პრაქტიკულად. ვსაუბრობთ ჩვენს პოლიტიკურ ვითარებაზე, რაც ქვეყანაში გვაქვს. ეს არის თუ არა ქართველი ხალხის ასიკეთოდ მიმართული პროცესები? თუ ეს არის ხელისუფლების შესანარჩუნებლად ან გნებავთ ხელისუფლების მოსაპოვებლად მეორე მხრიდან მიმართული ნაბიჯები და ქმედებები? ზარია, გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ შეინარჩუნოს თავისი სკამები და იყოს ხელისუფლებაში, სულ რომ გაიუმჯობესოს თავისი პირადი ცხოვრება და არა რამე გააკეთოს ქვეყნისთვის და ხალხისთვის.
ესენი არიან მოსაშორებლები. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. როგორ შეიძლება ამაზე შეკითხვა დაისვას, რომ ისინი არიან თუ არა ღირსები, იყვნენ ქვეყნის სათავეში. და როდესაც ისინი ევროპას და სხვებს აბრალებენ, დასავლეთს აბრალებენ, ზეწოლა არისო. ადრე გიორგის გადაცემაში ვთქვი და ეხლაც ვიმეორებ. მათემატიკური ამოცანის ამოხსნა უჭირს იმას, ვინც მათემატიკა არ იცის. ესე იგი თქვენ არაფერი არ ახართ პოლიტიკაში, უსუსურები ხართ, უძლურები ხართ, არაფერი ანაბანა ვერ ისწავლეთ პოლიტიკის მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხანია პოლიტიკაში ხართ. თქვენ პოლიტიკოსები კი არა, პოლიტიკანებიც არ ახართ. დაიხურეთ ხუთი და წადით მშვიდობიანად სახლში, აი მოგიწოდებთ ამას, ჩვენო მთავრობა, კარგად ჯანდებოდეთ. მადლობა თქვენ ზარისთვის. სხვათა შორის ევროპასთან, ევროპულ ორგანიზაციებთან ძალიან კარგად თანამშრომლობდა მთელი 10 თუ 11 წლის განმავლობაში ხელისუფლება. პარტნიორული ურთიერთობები ჰქონდათ და ყველაფერში მიყვებოდნენ მათ გზას. მაგრამ როგორც კი ევროკავშირმა უთხრა, რომ შენ უნდა მოიქცე ისე რომ არ დაარღვიო ადამიანის უფლებები, ჩაატარო გამჭვირვალე ღია არჩევნები, მთელი ქვეყანა ჯიბეში არ ჩაისვა სასამართლო, მედია, სხვადასხვა სტრუქტურები, ყველაფერი ერთი პარტიის კონტროლში არ მოაქციო, თორემ მე განგიდგები, აი მაშინ ქართულმა ოცნებამ თქვა, განმიდგები, განმიდექი, მეც განგიდგები და აი ასე ჯიბზე წავიდნენ ერთმანეთის, თორემ იდეოლოგიური აზრთა თანხვედრა ქართული ოცნების და ევროკავშირის რადიკალური წრეებისა ერთ და იგივეა. მაგალითად, სულ რაღაც 2 კვირის წინ ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 2 კვირის წინ თქვა, ვიმეორებ და არა ეს ძველი არ არის. ქვეყნის მთავარი ამოცანა ევროკავშირში გაწევრიანებაა. მეორეს მხრივ ისეთ ქმედებებს აკეთებენ, ახორციელებენ, რომ ევროკავშირთან ყოველგვარ გზას წყვიტავენ. რას თამაშობენ და რა პოლიტიკით მიდიან, ამაზე პასუხის გაცემა თქვენთვის მომინდვია საზოგადოების წევრებისთვის. გისმენთ, ეთერში ხართ? ალო. გამარჯობა, გისმენთ? მოგესალმებით. ამ პროგრამას არაფერი არ ეშველებოდა. ეს უყურე გასაგონი. თუგინა ამ პროგრამას ეშველოს. უნდა დავეკითხე და უნდა შეიძლება პარტია. პარტია შეიძლება იორხელმა იყოს ირმა, ხოდა გაული ირმა, იმაშვილი მამუგა კარტოზია რამა საღვარევიძე ლევან ხაჩუა ნიკოლო გავლამაძე მალხა ხებურია გიორგი დომია და ახალგაზრდა პოლიტიკოსები უნდა შეიქმნას კიდევ იკა რაგვარია გამრეკელი სოფადე ხაპია განაჩება ანტიბასიჯები ახალგაზრდა ბიჭები აი ესე უნდა შეიქმნა მაშინ ეცვლება საქართველოს დეაბელები. ეს ამისაც მოვაბნე. დიახ. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის, ჩემო ბატონო. აქვე ლევან ჩაჩუა ახსენეთ თქვენ და ბატონ ლევანს მე ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს საფრანგეთში სამკურნალოდ დაუდგინდა ძალიან მძიმე სიმსიმნე ღვიძლის, როგორც მე ვიცი, ერთ-ერთი ბოლო სტადია. ძალიან ძიმეა ბატონ ლევან ჩაჩუას ჯანმრთელობის მდგომარეობა და ღმერთს შევთხოვთ ამ არხის თანამშრომლები, რომ მან დაძლიოს ეს ყველაფერი და გამოჯანმრთელდეს. აქვე ისიც უნდა გიპასუხოთ, რომ ასეთი ტიპის გაერთიანება კი არა, საერთოდ არ ვიცი პატრიარქმა რომ შექმნას პოლიტიკური პარტია, მაპატიეთ თუ მცუთ შედარებას ვაკეთებ. მასაც კი 1%-ს დაუწერენ, ისეთია სისტემა დღეს შექმნილი სახელმწიფოში. ძალიან მარტივად დაგიწერენ 1%-ს და შემდეგ წადი და გაასაჩივრე გინდა სასამართლოში, რომელიც ისევ ერთი პარტიის არის სასამართლო. გინდა პროტესტი გამოხატე და აქცია გამართე, გეტყვია რომ შენ რადიკალი და მოღალატე და მტერი ხარო. და გეტყვიან და დაგაბრალებენ კიდე ნაცი ხარო შენო. ყველაფერს იკადრებენ, თუ ეს ველი არ გაჯანსაღდა, რაღაც ჩაკეტილი ველი რომელიც არის. რომლის სათავეშიც დგას დღევანდელი ხელისუფლება და ამბობს, თუ ჩემთან არ ხარ, ბატონო, შენ ნაცი ხარ. თუ არც ერთი არ გინდა, არც ნაცი და არც ხოცი, მაშინ მტერი ხარ და მოშორდი.
ასეთია ვითარება და ეს უნდა გარდაწყდეს სამწუხაროდ და ადამიანების განწყობები უნდა შეიცვალოს რადიკალურად და მასიურად. სხვა შემთხვევაში გაგრძელდება იგივე ნაცი და ქოცის ძახილით, რაც ამოგვივიდა ყველას ყელში, ხომ ალბათ. მორიგი ზარია გისმენთ ყურადღებით. გამარჯობა ბატონო ილია, საკაი თემა მომეწონა და სხვათა შორის მიხარია რომ ხალხი გონზე მოვიდა და გამოიღვიძა და მართლა მიხვდა ამ თავრობის უბედურობა და საჩინელება და როანობენ ნარკოტიკები ერთი და იგივეები არიან. ობახიძე დავის და სადმუშაობდა. დინარაძე დავის და სადმუშაობდა, ვერ გავიგე. ეს არის ჩვენი მშიერი ხალხის გადასაფარად, თორე ამათ ინტერესებს პენსიონერი რამდენს კმარობს, რამდენს არა, რამდენს სულა ინტერესებს ამათ აინტერესებს აი ხალბატონმა ზუსტად თქვენ ნაცვალი ხალბატონს თავიანთი სკამების გადასარჩენად ყველაფერს კადრულობენ და იკადრებენ კიდევაც. დიახ. მადლობა თქვენ ზარისთვის. 557 88 55 88. თქვენი აზრით, რას ემსახურება ქართული ოცნების ბოლოდროინდელი პოლიტიკა, სამართლიანობის აღდგენას თუ ძალაუფლების შენარჩუნებას? ან იქნებ საერთოდ საყოველთაო სახალხო კეთილდღეობას დავამატოთ ერთი პუნქტიც. საინტერესო იქნება თქვენი შეკითხვა, როდესაც ვაკვირდებით დღევანდელ პროცესებს, გუშინდელს და ბოლო წლის განმავლობაში განვითარებულს. ჩნდება ეს ბუნებრივი შეკითხვა და ამაზე საინტერესოა ჩვენი საზოგადოების წევრების პასუხი. გამარჯობა, გისმენთ? გამარჯობა. მოგესალმებით. ბატონო ილია. დიახ. არ მოგწინდა კაცო ამ ერთი და იგივე პენსიონერი ხალხის მოსმენა. არ მოგწინდა და ერთ და იგივე არ არის ჩვენი ამომრჩეველი, უბრალოდ ჩვენი მაყურებელი და რადიო მსმენელი. საშინელება. არანაირად არ არის საშინელება, ეს არის ერთადერთი და ჯანსაღი ფორმატი ამ ქვეყანაში, სადაც უსმენენ ხალხს. ელაპარაკეთ ხალხს თქვენ მიზნებზე, როგორი სახელმწიფო გინდათ, როგორ სახელმწიფო შეკრეთ. და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სახელმწიფო პარტიები აფინანსოს. პარტია უნდა იყოს საწევროთი, მორჩა გათავდა. მე უხადო ჩემი ბიუჯეტიდან ფული ვიღაცას, რომ მოდი მიხელმძღვანელე მეთქი. დიახ. საინტერესო იქნებოდა თქვენი პასუხი შეკითხვაზე, რომელიც დღეს დავსვით გადაცემაში, აქვე უნდა მეც გიპასუხოთ, ხომ? ჩვენ ძალიან ბევრი მაყურებელი და რადიო მსმენელი გვყავს, დარწმუნებული ვარ უსმენთ გადაცემას დაწყებიდან და არაერთი ზარი შემოვიდა და სულ სხვადასხვა ზარებია აქ. მართალია რამდენიმე ერთგული მაყურებლის ზარიც იყო და ეს გვიხარია, რომ ერთგული მაყურებლები ხშირად გვირეკავენ, რატომაც არა. თუმცა ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ახალი და განსხვავებული შეხედულებების მქონე მაყურებელი თუ რადიო მსმენელი რეკავს ამ გადაცემაში, რაც ძალიან გვიხარია. და ვიმეორებ, ეს არის ქვეყანაში ერთადერთი ინტერაქტიული ტელევიზია, რომელიც უსმენს ჩვენი საზოგადოების წევრებს და მათ აძლევს შესაძლებლობას შეაფასონ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პროცესები და ეს საინტერესოა. ხოლო რაც შეეხება ჩვენს მიზნებს და ჩვენს ამოცანებს, ამაზე სხვა გადაცემებში დარწმუნებული ვარ, ისაუბრებენ და საუბრობენ კიდევაც ჩვენი წამყვანები და ჩვენი გუნდის წევრები და მეც მისაუბრია ამაზე. თუმცა უნდა შეგახსენოთ, რომ საერთოდ მე ჟურნალისტი ვარ, პოლიტიკოსი არ გახლავართ და რაიმე ქვეყნის გადარჩენის გეგმას პირადად მე არ და ვერ შემოგთავაზებთ. მორიგი ზარია, გისმენთ? ალო, გამარჯობა. გამარჯობა, დღემშვიდობის. მე არ ვფიქრობ, რომ ოცნების გულშემატკივარი არასდროს არ ყოფილა. მე და ერთი მაგათ იმდენი ძალიან ბევრი ცოდვაა, რომ თავი ცოდვა კიდევ ცოდნე გამსახურდია, აი ასე დღეში აყენებენ პირველი პრეზიდენტის შვილს და მის მეუღლესაც როგორ ატამებენ, მანან არ ცოდნე გამსახურდია და თქვენ მაინც თქვენ ერთჯერ მაინც რატო არ ამოიგეთ, მას რამდენი ხანი არის, ხო? და არც შეჯერ მე თქვენი რადიოდან არ მომისმენია, რომ რაღაც ერთი სიტყვა მაინც იმაზე. თორე ესენი ვინც არიან ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ სამწუხარო კი ბატონო, კარგი გადავაყენოთ, მოვიცილოთ ესენი, მაგრამ ვინ მოყავს, ვინ მამაზე უარესებია ყველა. ამაზე უარესებია ყველა. დიდი მადლობა თქვენს არისთვის. მე არ ვიცი რა უნდა გითხრათ ამ თემაზე, ცოტნე გამსახურდიას
საკითხზე ჩვენს ეთერში ყოფილა საუბარი. ნამდვილად გიდასტურებთ. თუმცა ყოველდღიურ რეჟიმში არა. ესეც უნდა დავადასტურო ამავდროულად. ჩვენ ვცდილობთ, რომ ზომიერად მოვეკიდოთ ამ საკითხს და ოჯახის პრობლემებში და საკითხებში გადაჭარბებული დოზით არ ჩავერიოთ. იმასაც შეგახსენებთ, რომ ოჯახის მხრიდან იყო თხოვნა ჩვენთან, რომ აი ზედმეტი ჩარევა იქნება თქვენი მხრიდან ჩვენ საქმეში და ჩვენ ეს თხოვნა გავითვალისწინეთ. თუმცა აი როგორც ახლა თქვენ დარეკეთ და ახსენეთ საკითხი, ასეთ დონეზე შეგვიძლია ვახსენოთ ხოლმე. ქართულ ოცნებაზე უკეთესი პარტიები და ძალები არსებობენ ამ ქვეყანაში, მთავარია დავინახოთ, შევამჩნიოთ, ჩვენ დაუჭიროთ მხარი, გავაძლიეროთ ერთიანად და ამ შემთხვევაში შემცვლელიც იქნება. თორემ როგორც დღეს მიდის საქმე, ხელისუფლება ერთადერთ ოპონენტად წარმოაჩენს ნაციონალურ მოძრაობას. და რა მოხდება რამდენიმე წლის შემდეგ? ბოლოს და ბოლოს მართლა ნაცები ბრუნდებიან? თუ ჩვენ დროულად არ გავაძლიერეთ ეროვნული და პატრიოტული ნამდვილი ოპოზიცია. ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობა. მე ხა თქვენ და რომ შეგეკითხოთ ამ ნაციონალისტებს და ოცნებას შორის. აი და განსხვავებას ხედავთ თქვენ ნაციონალისტებს და ოცნებას შორის. ეს და იგივე ხალხი არის. ეს ხალხი ნაციონალებიდან მოვიდა. დიახ. მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის, რა დაგიმალოთ და ძალიან ბევრი სახე დღევანდელი ხელისუფლებისა სწორედ იმ წინამთავრობიდან მოდის. ბევრი და გამორჩეული, მოსამართლეებით დაწყებული, სპეცრაზმის ხელმძღვანელობით დაწყებული, ვინც 26 მაისს და 7 ნოემბერს ჩვენ ძალიან ცუდად მოგვექცა და დაგვარბია და სასტიკად მოგვექცა ვიმეორებ და ადამიანები დაიღუპნენ. ის ხალხი, ის სპეცრაზმის მაღალჩინოსნები ისევ თანამდებობებზე არიან. ორი გვამის კადრების მონაწილე პიროვნება სპეცრაზმის ხელმძღვანელია დღეს. იგივე ხდება მერების გამგებლების შემთხვევაში სხვადასხვა სამინისტროებში მაღალ თანამდებობებზე. მერაბ ტურავა, რომელიც ახლა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა მოსამართლე, ესეც ძველი კადრია ერთ-ერთი. შეგახსენებთ მურუსიძის საკითხს და რომელი ერთი ჩამოვთვალოთ ბოლოს და ბოლოს პარლამენტში შეხედან ასეთი ადამიანები და ქართული ოცნების წამყვანი თანამდებობის პირები არიან. მერები ვიმეორებ მათ შორის. გამარჯობა, გისმენთ? ეთერში ხართ, ობიექტივი გისმენთ? ალო. გისმენთ? ჩემი ბიჭი ერთი, ჩემა არ ვიცით ერთიერად ვარა, ჩემი გული წვილი მინდა, ხელმაცხო, წალწვით ამას პირის სამსეო და ეს ვერაფერს ვერ ვიტყვი, აზრიც არა აქვს ცოტა აზრიც, მაგრამ ერთადერთი ეს მინდა გითხრათ, რომ პენსიის თემაზე 20 ლარს უმატებდნენ ყოველ წელს. ეხლა წელს არ ვიცი შერცვა თუ რა მოხდა 25 არჩევნები იყო წელს და არჩევნების წინ დააპირდნენ ხალხს რომ გული მოეგოთ. დაამატეს წელს, რა ვიცი რატო ხო და აი ბისმერე რა არანორმალურად გაიზარდა ფასები და ერთი მაინტერესებს 350 ლარს რამდენი ხანი ეყოფა ამ ჩვენ მთავრობას, რამდენი დღე გაქაჩავენ, თვიდან წელზე გაქაჩავენ. აი პროსტა მე პროექტი მოიყვანე ხალხის მთავრობა, ამას მანამდე მაცხოვე. საიდან რეკავთ? რეკავთ თბილისიდან. თბილისიდან. კეთილი, მადლობა ქალბატონო თქვენს. ხო, მაცხოვრე ერთი ნორმალური მთავრობა მოვიდეს და ცოტა გაჭირვებულ ხალხზე რო დიახ. აი უბრალოდ, აი ეს მინდა და მოვეცრო იმ დღეს. გეთანხმებთ, ეს ყველაზე მთავარია. ეს არის ჩემი ოცნებაც, რომ ადამიანები ცხოვრების გაუმჯობესებაზე ყოველდღიურად რომ ფიქრობს, ახალ ინიციატივებს, ახალ გეგმებს, ახალ კანონპროექტებს ადგენს ყოველდღიურად, აი ასეთი ხელისუფლება გვყავდეს ნეტა და არა რაშიც დღეს ვცხოვრობთ. მუდმივად პოლიტიკური თამაშები, ნაცი, ქოცი. ჯერ ამბობენ დავშჩით, გავასამართლებთ, ავგრძალავთ, მერე იტყვიან, იცით, არა, არ დავშჩით, გადავდოთ ცოტა ხნით. ამ ფონზე იჭერენ ვიღაცას, დამნაშავეები კი ამ დროს გარეთ დადიან რეალური დამნაშავეები და გზის გადაკეტვისთვის 5000 ლარით აჯარიმებენ სტუდენტს. მოგწონს თუ არ მოგწონს ის სტუდენტი, ხომ ქართველია, შენი მოქალაქეა. სამართლიანად მიუდექი. ზარია ეთერში გისმენთ?
ობიექტივი გისმენთ. რას ემსახურება ქართულ პოლიტიკაში არსებული ვითარება ბოლო დროს? თუ შეიძლება დაიცადეთ. ძალაუფლების მოპოვებას, ძალაუფლების შენარჩუნებას, ხალხს ზრუნვას, თუ საერთოდ სამართლიანობის აღდგენაზე ფიქრობს დღევანდელი ქართული ოცნება, მას შემდეგ რაც პრაქტიკულად მე-13 წელი დაიწყო ძალაუფლებაშია და ინარჩუნებს თავრობას, ინარჩუნებს ქართული ოცნება. 5-5-7, 88, 95, შეგიძლიათ დაგვირეკოთ და გვითხრათ თქვენი მოსაზრება. მორიგი ზარია, გისმენთ? ისმის ჩემი ხმა, ბატონო. ისმის ჩემო ბატონო თქვენი ხმა, შეგიძლიათ ისაუბროთ. დიდი მადლობა. ბატონოია, ეს ტელევიზია არის ობიექტივი, რომელიც ძალიან უყვარს ხალხს, ხო სწორია? დიახ. ამიტომ ამის წინ არ ვიცი პასელავა ისგო თუ არა ლიზის მიყავდა გადაცემა. დამოტანილი იყო საკითხი, რომ 17 ქვეყნის მოსახლეობა უვიზოთ შემოვა ასე ტრაგედია. ლაპარაკი იყო, ასე იყო. კი. ამოვიდა მდინარეზე მაგდანიკაცის მიყავდა გადაცემა იმედი ლაივში და უარყო სამბა მეორე დღესაც უარყო. რატომ ჩაატარა იმან კაცო ეს გადაცემა და თქვა ეს შეცდომა იყო. არა, კარგად გამიგეთ ბატონო, ასე არ არის მარტივად საქმე რომ უარყო ბატონმა მდინარაძემ. ეს სიმართლეა, ჩვენ ინდოეთთან, პაკისტანთან, ბანგლადეშთან უვიზო მიმოსვლა გვაქვს და ეს ფაქტია. მაგრამ გამკაცდა დარახველიძეც გამოვიდა, დარახველიძე იმედის ეთერში და კი, გეთანხმებით, უმნიშვნელო პუნქტებით გამკაცრდა, ძალიან უმნიშვნელო, თუმცა უვიზო რჩება კვლავ. ჩინეთთან, რუსეთთან, პაკისტანთან. ჩვენ გვაინტერესებს, რომელ არხს დავუჯეროთ. კეთილი, დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. ნამდვილად ქვეყნის ტრაგედიაა ის, რომ ასე განურჩევლად ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების მასიური შემოსვლა საქართველოში და აქ დარჩენა, ტურისტებს ზე არ ვსაუბრობ, რა თქმა უნდა. 17 ქვეყანა ასეთი და გაფართოვდა რიცხვი ასეთი ქვეყნებისა, მათ შორის აფრიკული და აზიური ქვეყნებია. ხელისუფლება როგორ იმართლებს ახლა თავს? ის ამბობს, რომ ჩვენ კი არ გავამარტივეთ ამ ქვეყნებიდან ხალხის შემოსვლა, არამედ გავართულეთო. ახლა მე დავინტერესდი, რაში გაართულეს შემოსვლა და ძალიან მარტივი ენით მინდა ახსნა. მაგალითად, გალფის ქვეყნების, ყურის ქვეყნების, სპარსეთის ყურის ქვეყნების ვიზა, ვისაც არ აქვს ისეთ მოქალაქეს, მაგალითად ინდოეთის. საქართველოში შემოსვლა გაუჭირდება და დამატებითი პროცედურების გავლა მოუწევს. აი ეს არის გამარტივება. მაგრამ თუ კი ყოველგვარი სხვა ვიზის გარეშე შემოდის მოქალაქე საქართველოში, მაშინ მას არანაირი დამატებითი პასუხისმგებლობები არ ეკისრება. არ ვიცი რამდენად მარტივად ავხსენი ეს საკითხი, მაგრამ წვრილმანებია, ძალიან დიდი წვრილმანები და ამ წვრილმანებით იმართლებენ თავს და ცდილობენ გადაფარონ ის, რომ ასეთი მრავალრიცხოვანი ქვეყნების წინ ჩვენ ვრჩებით მარტო სულ რაღაც 3 მილიონიანი ერი მაქსიმუმ ალბათ და პაკისტანში 200 მილიონი კაცი ცხოვრობს. თუ ისინი მოისურვებენ ერთ დღეში მთლიანად საქართველოს ხელში ჩაიგდებენ და ინდოეთში საერთოდ მილიარდ ნახევარი ადამიანი ცხოვრობს და ჩინეთიც ვთქვათ, მოდით, მილიარდ ნახევარია ლამის ჩინეთიც. და ეს ქვეყნები დიდი ქვეყნებია და საფრთხეა ეს ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის. მადლობა ყველას ყურადღებისთვის. ბატონო ჩემო, ვის დაუჯეროთ ასეთი შეკითხვა დასვით? თქვენ დაუჯერეთ თქვენს თვალს და თქვენს ყურს. მარტივი არსებობს ინტერნეტი და ეს შესაძლებლობებიც გამოიყენეთ ხანდახან და დეტალურად გაეცანით სახელმწიფო უწყებების გვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაციას და ნამდვილად 17 კი არა, უფრო მეტი ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოში შემოსვლა გამარტივებულია, უვიზოა. ილია ჩაჩიბაია უძღვებოდი ინტერაქტივს, ნახვამდის.